გამარჯობა, მოგესალმებით, ჩემო ძალიან საყვარელო პატარებო. გამარჯობა, ბავშვებო და უფროსებო. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ეთერშია გადაცემა ასკინკილა და რა თქმა უნდა, მისი წამყვანი უჭკვიანესი, ულამაზესი და უსაყვარლესი ქალბატონი ტუკა. რა თქმა უნდა, თორნიკე. და რა თქმა უნდა, ულამაზესი, უმშვენიერესი და ენკი-ბენკის დამფუძნებელი ქალბატონი ლელა. ჩვენი საყვარელი ლელაკო. მადლობა, მოკლედ დიდ ქებაში ვართ ერთმანეთის. ტუკა, თუ საიდუმლო არ არის, რუდოლფი სად არის? ой, რატომ მომაგონე? სად არის ტუკა, რუდოლფი? რუდოლფი ლონდონში მიიწვიეს ლელაკო. მე რა გატირებს? ლონდონშია რუდოლფი. არა, განაცუდია ეგ. ძალიანაც კარგია. ჩემი რუდოლფი ლექციებს კითხულობს ცხოველთა დაცვის თემაზე. დიახ, კონფერენციაზე. აი თორნიკე, სულ ესე არიან ესენი, რუდოლფი აქ რო არის, სულ ეჩხუბება და აბრაზებს ტუკა და რო წავა მე ამ იმის გარეშე ვერ ჩერდება ვერც ერთი წუთი. მართალია, განაც ნახეთ გული როგორ ამიჩნდა. ერთმა პატარა მეგობარმა მე და რუდოლფიკო საიეს ნახატი გამოგვიგზავნა. ой, რა საყვარელია. ეს პატარა ბატონიები ხატია, ხო? აბა ვაჩვენო. მოიცადე, წავიკითხოთ. ანა ყუფარაძე. ნახეთ თუნიები დაგვიხატა ანა, ხო? ეს მარტო რუდოლფს გამოუგზავნა თუ ყველას გამოგვიგზავნა? ყველას გამოგვიგზავნა. ძალიან მოგწონს ეს ნახატი. მადლობა ანა. რუდოლფიკო, რომ ჩამოხვალ გაჩვენებ. აუცილებლად ვაჩვენოთ რუდოლფს ანას ნახატი. ეხლა მაყურებელს გავაცნოთ, დღეს გვყავს განსაკუთრებული სტუმრები. აბა თუ გამოიცნო ვინ გვყავს? ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი კუთხის შვილები არიან, ხო? ერთ-ერთი საყვარელი კუთხის შვილები. დიახ. დღეს სტუმრად გვყავს ენკი-ბენკის სატელევიზიო სკოლა სტუდიის ბათუმის ფილიალის ბავშვები. ვაიმე როგორ მიხარია, ეგ თუ გამამხიარულებს დღეს. მოდი გავიცნოთ ბათუმელი ენკი-ბენკელები. გავიცნოთ. Isabel,
ჭადრეს რო მოგვანატრებს ბათუმის ლურჯი მთებია ყოჩახ ბავშვებო, ყოჩახ, არაჩვეულებრივი იყო. აბა როგორ მოგეწონა? ძალიან ლამაზები არის. და არაჩვეულებრივი სიმღერა იყო კომპოზიტორ გია მაჭარაშვილის სიმღერა ბათუმზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და იმედია ჩვენ მაყურებელსაც მოეწონება. ნახეთ ბავშვებო, მე სპეციალურად ჩავიცვი საზღვაო სტილში თქვენი მსგავსი ტანსაცმელი, რომ ერთნაირად ყოფილ ბათუმის ფილიალის საპატივცემულოდ. აი, ნახე ზუსტად თქვენაირი საყრდენი. მეც ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა ბოლომდე. თორნიკესაც ჩავაცვათ კაბა? ზოლიანი კაბა ჩავაცვათ თორნიკესაც. რა გიგიგრი? კამერებს. კამერებიც მინდა, ანუ? აჰა. აბა ბავშვებო, ეხლა მოდით, ვინ უნდა გაგაცნოთ თქვენ კიდე? აბა თუ გამოიცნობთ. ძაღლი არის კონფერენციაზე წასული, მაგრამ აქ ყავს ვინ? ტუკა. ტუკა, გავიცნოთ ხო ტუკა? მოდი ეხლა გადავჯდეთ იქით იქ სკამზე და ტუკაც მოვა, ხო? აბა, წავედით. პირველ რიგში მაყურებელს გავაცნოთ ჩვენი სტუმარი, ენკი-პენკის ბათუმის ფილიალის პედაგოგი, ალბატონი რუსკა მესხიძე, რომელიც ძალიან გვიყვარს უყველას, ხო ბავშვებო? მე პირადად ძალიან მიყვარს ხოლმე ბათუმში ჩამოსვლა, იმიტომ რომ რუსკა და ლიკა ყავს კიდე მენეჯერი არაჩვეულებრივი გოგო, თქვენთან რო ჩამოვდივარ, ძალიან მიხარია ხოლმე ყოველთვის რაღაცა დადებით ემოციებს ვიღებ ხოლმე თქვენთან, დადებითად ვიმუხტები და ისე ვრუნდები ხოლმე თბილისში. ეხლა მეც დამეღობეთ ძალიან ხო რუსკა მეც კარგად უნდა დავიცნო. აი ტუკა მოვიდა. მივესალმოთ აი, ტუკაც მოვიდა. მოგესალმები, ჩემო ძვირფასებო. ლელა როგორ გამოვიყურები არ ბაბთა უნდა გაგისწორო ტუკა ბაბთა. როგორც ყოველთვის ფანტასტიკურია. აი ესე. ტუკას ნახეთ როგორი ქუსლებიანი ფეხსაცმელები აცია გაუსწორო და პეპლიანი კაბა ჩაიცვა, გაიპრანჭა დღეს რომ იცოდა რომ თქვენ უნდა მოსულიყავით და უნდოდა რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. ესე იგი მოუყვეთ მაყურებელს ენკი-ბენკის ფილიალის შესახებ. ბათუმის ფილიალის შესახებ. დიდი ხანია, რამდენი ხანია რაც არსებობს და როგორ მიდის მუშაობის პროცესი? მოგესალმებით. ძალიან გვიყვარხართ ქარბატონო ლელა. ჩვენ მოვედით ჯადოსნურ სივრცეში. მოგეწონათ ხო ბავშვებო აქაო? ხო მოგეწონათ. ძალიან ლამაზია,
წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და თუ კი ისე გმასპინძლობთ როგორც თქვენ შეგეფერება ძალიან კარგი. ჩვენ უკვე მესამე წელია ვართ ბათუმის სტუდიის ენკი ბენკელები და ძალიან შეყვარებულები ვართ ზოგადად. ქალბატონ ლელაზე. აი ბავშვებს როგორ უხარია დანა. ყველა ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს, ძალიან მონდომებულები, ხალისიანები და ლამაზები. კარგად მღერიან აუცილებლად. მოდი აქაც უთხრათ ხო მაყურებელს პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, სათაო ოფისი გვაქვს თბილისში, სხვა ქალაქებში ჩვენი ფილიალებიც ისევე იღებენ ყველა სატელევიზიო აქტივობებში მონაწილეობას, როგორც თბილისის ფილიალები. კონცერტებიც საერთო გვაქვს, აი გუშინ მაგალითად კონცერტი გქონდა და ბათუმის ფილიალი ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად, ხანდახან ჩვენ სტუმრობთ ბათუმს და ერთნაირად მონაწილეობს ყველა სატელევიზიო და საკონცერტო აქტივობებში ყველა ფილიალი. ბათუმის ფილიალი მდებარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და მინდა ვისარგებლო საშუალებით და მადლობა გადაუხადო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს ქალბატონ თამარ მესხიძეს, რომელიც აი პირველი დღიდან ძალიან გვეხმარება, რითიც შეუძლია. პირველ რიგში უდიდეს მადლობა, იმიტომ რომ რუსკა გაგვაცნო და დავმეგობრდით და ამდენი წელია ვმეგობრობთ, თანამშრომლობთ და იმედია კიდევ დიდხანს გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის ქალბატონო ლელა. ჩვენ თავდაუზოგავად ვაკეთებთ იმ საქმეს, თქვენ რაც შეგეფერება და ჩვენ რაც ძალიან გვიყვარს და ჩვენს პატარაში. რა თქმა უნდა. კი, ჩვენი სტუდია მდებარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ჩვენ ძალიან ბევრი ლამაზი ბავშვი გვყავს და ვაზიარებთ თქვენ სილამაზეს, თქვენ სივრცეს, თქვენს მუსიკას და ამ ეტაპისთვის ესეთი წარმოგიდგინეთ სიმღერა ბათუმოთი. და დღეს რამოდენიმე სიმღერა გაქვთ ხო ჩამოტანილი, როგორც ვიცი და თანდათან გავიცნოთ ენკი ბენკელი. ჩვენ ვართ მზიანი ბათუმი და შესაბამისი სიმღერა გვაქვს მოდა ჩემი გიჟი ბავშვები ანასტასია. მოდით ახლა სურათები გადავიღოთ ხო ტუკასთან და მერე გავაგრძელოთ. მეგონი ჯობია. მოდით სურათები გადავიღოთ ტუკასთან. That's
ნაშიებს ჩემთან მოდი ღრუბელა მეგობარო წიმის სადმე დიხარ და დამ არ მიცდი წკაპუნა წვიმა თელქი ხაპუნა წკაპუნა ზერრულებდა დასულა წკაპუნა წვიმა თელქი ხაპუნა წკაპუნა ზერრულებდა დასულა ნახეთ უკან კიდე უნდა გაგაცნოთ გოგონები. ვაიმე, რა ლამაზები არიან. და ნახე რა ლამაზი გოგოები არიან. ორი ულამაზესი პრინცესა, ევა და მირა. რა ჩვეულებრივი სახელებია. გამარჯობა გოგონებო. მიცნობთ. უყურებთ ხოლმე ტუკას ტელევიზორში. ვაიმე, რა კარგია. ეხლა მითხარით თქვენ ტუკასნაირი პრანჭიები ხართ თუ არა? მე მგონი კი. ვაიმე. ნახე როგორი ისინი აქვთ ბრჭყვიალა რაღაცების სახეზე დაწეპებული ტუკასაც სუბჭყვიალები უყვა. ნელაკო. აი კიდევ ხედავ რომ ევას ფეხსაცმელები ძალიან ბრჭყვიალებს. უი როგორი ბრჭყვიალა ფეხს მეც მაგამანახე. მინდა ეგეთი. შენც გინდა აუცილებლად გაჩუქებ დაბადების დღეზე შენც ესეთ ბრჭყვიალა ფეხს. ვაიმე, დიდი მადლობა. და მირას რომ უკეთიათ მის სამაგრები ისეთიც მინდა. ესეთიც გინდა დაიმახსოვრე თორნიკეს ხმის სამაგრები შენ უყიდე საჩუქრად. მე კი, ბატონო. ფეხსაცმელებს უყიდი. აუცილებლად ვიმახსოვრებთ უკან, ვიმახსოვრებთ ესეთი და გიგო. ბრჭყვიალებიც ხარ დაგაწეპოთ. დამაწებე ძალიან მომიხდება. დავაწეპოთ? კარგი, ესა კარგია. ტუკა გულები გირჩევნია თუ ვარსკვლავები? ერთიც და მეორეც. აჰა, კი ბატონო. გაქვთ კიდემ ასეთი რომ დავაწეპოთ ტუკასაც. ვაიმე, რა მოიტანე კარგია. აბა დავაწეპოთ ტუკას. დამაწებეთ, რა ძალიან მიხდება ყველაფერი. სად დავაწეპოთ? ნისკარტზე დავაწეპოთ თუ ბლოყაზე? ნისკარტზე დავაწეპოთ. მიდი მოიტანე, გაიქეცე მირა მოიტანე. მირა, მოიტანე. აბა გელოდებით. აი, ნახე როგორი მოგვიტანეს გოგოებმა. შეხედე, აი. ვარდისფერებია, ხო? ვაიმე, რა კარგია. ღია ვარდისფერია და მუქი, აი, ზუსტად შენი კაბისფერია. დააწეპებთ გოგოებო? მოდით მე აგიყვანთ და გელოდებით. მიწვდებით, მოდით. მიკროფონი დადე თორნიკე მოგეხმარება. მოდი. აი, აქედან. დიახ. ასმის. წვდები? აბა. სპირზე აწეპებ? აი, როგორი მოუხდა. მოდი, შენ სად ევა, დააწეპებ? მოდი აბა შენ დააწეპე. ევა, შენ ლოყაზე მოდი, ევა. დააწეპე. აი, აქ მოდი შენ დააწეპე. აქეთ დააწერ. წვდები? თუ აგიყვანო ხელში. აი, ლოყაზე დედა რა ლამაზი ვაიმე, ხარ. რა როგორ საყვარელი გიხდება? ვარ. აი, შეინახეთ კიდე დაგჭირდებათ. ძალიან გიხდება ტუკა, მინდა გითხრა გაგალამაზეს ბავშვი. ძალიან, მოდი ესეც გვერდზე მე გაგიკეთო ისედაც ცოტა ლამაზი კარგზე. ვიყავი თორნიკე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აი, ასე, ბოდიში ორივე ქალბატონო ლოყაზე. ტუკა, თქვენ ყოველთვის მოიცადე, ძალიან აი, ლამაზი ესე. იყავით, ხართ და ორივე ლოყაზე აქვს ბრჭყვიალა, ერთნაირად ხართ ახლა. აჰა. გოგონებო, ძალიან დიდი მადლობა. ახლა კიდევ უფრო ბრწყინა. ძალიან კარგი. ეხლა კიდე სხვა ენკიბენკელებს დაუძახოთ, ხო? აუცილებლად, აუცილებლად. მირას და ევას დროებით დავემშვიდობოთ და კიდე ხომ მოხვალთ ჩვენთან სტუმრად. აბა დროებით გოგონებო და დროებით. მადლობა რომ გვესტუმრეთ. სიმღერა მინდება ფოთოლთა შრიალი ფრინველთა ხმა სიყვარულს პირდება გული მღერის გული ხარ
აი თორნიკე როგორი ლამაზი გოგო მოგიყვანეთ ბათუმის ფილიალიდან ამინკა ულამაზესი უმშვენიერესი როგორი ლამაზი კაბაა აბა და როგორ მხიარულად იმღერა გაგვეპრანჭი აბა კარგად გაგვიცინე მოდი დატრიალდი რა წეგან ძალიან კარგად დატრიალდი აი ესე მშვენიერია მოდი ხა წინ ეხლა მე და ამინკა ვემზადებით უნდა გადავიღოთ კლიპი ხო ამ სიმღერაზე ერთი გადაღებული ხო გვაქვს მე და შენ მოგწონს ენკი-ბენკიში და კიდე ბევრი სიმღერა უნდა ჩაწერო ენკი-ბენკიში საერთოდ წლის განმავლობაში პროგრამა მინიმუმი, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ყველა ენკი-ბენკელი წერს 2 სიმღერას მინიმუმ 2 გადაცემას. დანარჩენი როგორც მოვასწრებთ, კონცერტები თავისთავად გვაქვს ხოლმე. და კონცერტზეც იყო ამინკა გუშინ, ხო? იმდენი აპლოდისმენტები დაიმსახურა, ისე მოეწონათ მაყურებლებს, მეტი რო არ შეიძლება. აჰა, მაყურებელსაც მოწონები ხარ. ეს უკვე კარგია. ხო კარგია? ძალიან კარგი. ამინკა, ეხა შენ მითხარი, მე ძალიან მიყვარს ბათუმში რო ჩამოვდივარ, ძალიან მომწონს იქაურობა და შენ როგორ მოგეწონა თბილისი? სად იყავი, რა დაათვალიერეთ, ექსკურსიაზე იყავით? სად ისე ირნეთ კონცერტის მერე? სად წაგიყვანა დედიკო? კუსტბაზე იყავით? მე შავი ზღვა ჯობია თუ კუსტბა, რომელი უფრო მოგეწონა? მამა, თბილისელებიც მასე ვფიქრობთ, იმიტომ დავდივართ ბათუმში. მაგედა რო არ უკარნახოთ, შავი-შავიო ისე დაფრიცით, რომ შავი ზღვა უკეთესია. კუსტბა ისე უბრალოდ ჰაერის გამოსაცვლელად აქვე უცებ. იმიტომ დავდივართ თბილისიდან ბათუმში. ეხლა დავემშვიდობოთ ამინკას და მოვიწვიოთ სხვა ენკი-ბენკელები. მოვიწვიოთ. ისევ ბათუმელები. აბა რა. მოდი ჩამოხდი. ოპა. ფოთლები ცივა ტირის პატარა ნიანგი მე აფრიკაში მინდა რომ ვიყო პეპელა აუფილდებოდი თაში გავფილდებოდი ნენელა შორეულ აფრიკაში ზოპარკში ვერავსიო Potlebze nami
ხალი გვესტუმრა უცნაურად ეცვა თავზე დიდი შავი კუდი ეხურა ფუქრის პირას ჯოხი მიაყუდა სავარძელი ითხოვა თავისე დაიჭირა თითქოს დიდი ხნის წინ მიჩნობდა ერთი ჩიქაჩაი მოითხოვა და ყველა ნამცხვარი დაწვილებით გამომკითხა ჩემი ოჯახური ამბავი ჩემ ფიქრებში ჩუმად ჩაიხედა და რიტმი გადაშალა ისე ჩუმად გაიყარა შეკითხვაც არ მართალა ნეტარადის მოვა თუ დამივიწყებს ჩემი სახლის ზებრას როდი დაიწყებს ვერაფერი უცებ ვეღარ უთხარი დავჭით ისე მარტო მე დაბუხარი შენთან რჩება სიზმრებად ახდება ბავშვობა არასდროს მთავრდება ბავშვობა შორს შენთან კი მაინც მოვა ზღაპრული სიმების დრო მინდა რომ ყველა სურვილს სახელით მივმართო და მასთან თამაში
გჯეროდეს თეთრი ღრუბელი გადაველი ღიმილით ამ გზებზე შენთან ვივლიდი ღიმილით ამ გზებზე შენთან ვივლიდი აი ესეთი ულამაზესი სიმღერა შეგვისრულეს მარიტამ და რუსკა მასწავლებელმა, ხო მარიტა? ეხლა შენ მითხარი, რატო გადაწყვეტე რუსკა მასწავლებელთან ერთად რო გემღერა? ძალიან მიყვარს რუსკა მასწავლებელი. აბა რუსკა მასწავლებელს თუ უყვარ ხარ ერთი ვკითხოთ? რუსკა მასწავლებელი ძალიან უყვარს მარიტა განსაკუთრებულად. მე და მარიტაც დავმეგობრდით, იცი, რამდენიმე კლიპი გვაქვს ჩვენ ერთად გადაღებული. უკვე 2 წელია, ხო, მარიტა, რაც ჩვენი მოსწავლე? 3 წელია უკვე. და პასუპაწაწუნა იყო პირველი კლიპი რო გადავიღეთ და იმის მერე დავმეგობრდით, უკვე იმდენი ვიმუშავეთ ერთად. ძალიან გამიხარდა, რომ სულ მე ჩამოვდივარ ხოლმე შენთან ბათუმში და ეხლა შენ რო გვესტუმრე თბილისში ძალიან გამეხარდა მე. კიდე ხო? ეხლა რო უყურებ როგორი რაღაცა, იცი? ეხლა ხო თითქოს მორცხვია, მაგრამ წეღა რომ ღეროდა, ისეთი თამამი, ისეთი საოცარი ენერგია მოდიოდა მისგან, რომ არ ვიცი რა. და სხვათა შორის მარიტას ბოლო კლიპს აქვს ძალიან ბევრი ნახვები YouTube-ზე. მარიტა არა მარტო ტელევარსკვლავი, YouTube-ის ვარსკვლავიც არის. აჰა. ბევრ მომღერალს შეშურდება იმდენი ნახვები აქვს. ძალიან თბილი და ლამაზი კლიპი აქვს მარიტას გადაღებული. ბაბუაზე ძალიან ნიჭიერი გოგოა, ძალიან ისეთი თამამი, მაგრამ ეხლა თვითონ მორცხვია. რატო არ ვიცით? ძალიან იპრანჭება. მოდი ეხლა დავემშვიდობოთ ბათუმის ფილიალს, მადლობა გადაუხადოთ, რომ გვესტუმრა. იმედია მაყურებელსაც მოეწონა თქვენი სიმღერები და ბათუმელებო შემოგვიერთდით ენკი-ბენკის ბათუმის ფილიალში და გახდით ჩვენი ოჯახის წევრი. სათამაშოდ რო ვერ იცით ალბათ თავის ბრალი
მოკლედ დღევანდელ გადაცემაში ძალიან გაავნებივრებული ვართ სტუმრებით და კიდევ ახალი სტუმრები უნდა გაგაცნოთ ჩვენი ქუთაისის ფილიალის ენკიბენკელები. რა მაგარია, ულამაზესი. ნახე რა ლამაზი გოგოები ჩამოვიდნენ ქუთაისიდან ჩვენი. აჰა, მშვენიერია. უნდა გვიმღეროთ ხო, რა თქმა უნდა. და ჩვენ მაყურებელს უთხრათ, რომ ვინც არ იცის, რომ ქუთაისშიც გვაქვს ენკიბენკის სატელევიზიო სკოლა სტუდია, სადაც სწავლობენ უამრავი ძალიან კარგი და ნიჭიერი ბავშვები. ყავთ არაჩვეულებრივი პედაგოგები და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. ძალიან კარგი, მაგრამ სანამ სიმღერაზე გადავალთ, მე მაინტერესებს მათ სახელები. რა თქმა უნდა, არ დავიცნობდეთ? ბარბარე. ნიტა. ანასტასია. ნიტა და ანასტასია არიან დაიკოები. აჰა, მშვენიერია. ესე იგი, რამდენი კლიპი გაქვს შენ გადაღებული ენკიბენკიში? სად? ეხლა ვიღებთ კიდე ახალს. ხო. მზად ხარ, ხო? კიდე ახალი რო გადაიღო. ძალიან კარგი. თქვენ რას მეტყვით, აბა თქვენი კლიპები როგორ არის? რამდენი კლიპი გაქვთ გადაღებული? 2. მესამე მზადების პროცესშია? ეხლა იღებენ. ძალიან კარგი. ეხლა უნდა ჩავიდეთ ქუთაისში და გადავიღოთ ქუთაისში კლიპები. აი ესე მოგზაურობ ჩვენ ხა ბათუმში ჩავდივარ, ხა ქუთაისში ჩავდივარ. ეხლა მოვიფიქრებ კიდე სად გავხსნათ ფილიალი, რომ კიდე მქონდეს წასასვლელი. ძალიან კარგი. წავაუყანოთ ხოლმე თორნიკეთს, დავპატიჟოთ ქუთაისში გადაღებაზე რომ ჩამოვა. აჰა. აი, თორნიკებას დაიპატიჟა უცებ თავი. აბარა. ვიყვარს მე ქუთაისი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღეს რას ვღერით? შემოსულა გაზაფხული. აჰა, შემოსულა გაზაფხული, ეთანხმები, ხო? ძალიან კარგი, შენც ეთანხმები? მშვენიერია, მაშინ ჩვენ ის გადაგვჩენია, რომ დავტოვოთ ჩვენი პრინცესების სცენაზე და ჩვენ და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ, რომ გადაცემის სტუმარია ენკიბენკის ქუთაისის ფილიალი. აბარა. აპლოდისმენტები. What
ჩვენ ეთერში ისევ მარტივი კულინარიის დრო არის და დღეს ეთერში მოვიწვიეთ ენკი ბენკის დიდი დიღმის ფილიალის პაწაწუნა ტყუპები გოგონები ნინი და სალომე მიესალმეთ გოგოებო მაყურებელს გამარჯობათ ხარით და ახლა მაყურებელს უთხარით ვინ მოგვიყვანეთ სტუმრად ვინ მოგვიყვანეთ ბებო მოგვიყვანეთ, ხო? ენკი ბენკიში ძალიან აქტიური ბებიები ყავს, რომლებიც ჩართული არიან აქტიურად ენკი ბენკის საქმიანობაში, ბავშვები დაყავთ გაკვეთილებზე, კონცერტებზე დადიან, გადაცემებში და ახლა მოვიწვიოთ გადაცემაში ნინის და სალომეს ბებიკო, ხო? რა ქვია შენ ბებიკოს? მანანა ბებიკო, ხო? როგორ ეძახით ხოლმე? ჩემი შვილიშვილები სახელით მომართავენ. თქვენ როგორ მიმართავთ ბებოს, როგორ ეძახით? მანანა ბებოს ეძახით? აბა როგორ ეძახით? ბებოს ეძახით, ხო? ახლა ჩამოუთვალეთ მაყურებელს რა ინგრედიენტები გვჭირდება პირველად. აქედან დაიწყოთ, სტაფილო. სალათის ფურცელი, კიტრი, წვალი, ლიმონი. ორცხობილა, სიმინდი. სიმინდის მარცვლები, ეს პირდაპირ დაკონსერვებულს ყიდულობთ ხოლმე ესევე, ხო? და მე მგონი რაღაცა ძალიან გემრიელი, თანაც დიეტური სალათი გამოვა, როგორც ვარ. დიეტური სალათია ნამდვილად. ბავშვებს მოწოთ ხოლმე კი. დიდებს უფრო მოწოთ. დიდებსაც მოწოთ, რა თქმა უნდა. მოდით, აბა მომეხმაროთ, ახლა გავაკეთოთ. ჯამთელია და კარგია, ხო? ახლა რა ვქნათ ბებიკოებო, იცი? მოდი აი ეს სალათი. ხო, მე მოვცემთ ახლა ამ სალათის ფურცელს, ეს წვერები მოვაშორებები, მაიცადეთ ერთი წუთით. აი ასე. და ახლა თქვი ხო იცი რა უნდა ქნათ? უნდა დაგიდე დაწისკნოთ და ჩაყაროთ თამაში ასე. აი ასე. აი ანუ დაჭრა არ უნდა დიდი ფურცლები უნდა. ხო, დიდი ფურცლები. ეგ დაწისკნეთ და ჩაყარეთ. მიდიდები. აჰა. გიყვართ ხოლმე ბებოსთან ერთად საჭმელების გაკეთება? მე ეჭვმობს რომ ბებომ ძალიან გემრიელი საჭმელების კეთება იცის, ხო? ათოს რაღაცას მაკეთებინები. აბა რა საკეთებინებთ ხოლმე, რა გიყვართ ყველაზე უფრო? ბლინები. და კიდე ისი ორცხობილას ვაკეთებთ ხოლმე ბე? ხაჭოს. ხო, აი ესეც მე არ დაგავიწყდეთ, მანამდე მე დავჭერი აფსტრაფილოს, ხო? სტაფილოც ესე სხვილად უნდა დავჭრათ. სხვილად უნდა იყოს. კარგია თუ დავუშვათ ამას გავხეხავთ, მაგრამ რახან სახელი არ აქვს, ნუ ასე დავჭრით. დიდ ნაჭრებზე უფრო აღიქმება სტაფილოს გემოც. გემო რა თქმა უნდა, ხო. ასევე დავჭრით ციტრსაც და ბავშვებთან ერთად მე მგონი მოსახერხებელია უკვე რახან ხელით უნდა ხო და მეხზე მეხმარებიან ხოლმე და მოკლედ დიდ კულინარიაში ვართ. სწავლობენ. რა თქმა უნდა. კიდე რითი ერთობით ხოლმე ბებოსთან ერთად გიყვართ ბებოსთან სტუმრად რომ მიდიხარ? კი. რითი ერთობით ხოლმე აბა მოყევით ახლა? რა თქვით, კიდე რეებს აკეთებთ ხოლმე ჩემთან. საჭმელებს. კიდე რა საკეთებთ ხოლმე ერთად სეირნობთ ხოლმე? ან სახში ხართ ბებოსთან, ხო? ჩემი შვილთაშვილი მოდის ხოლმე და იმათთან ერთობია. აჰა, მოიცადე ბებიკო? მოიცადე ნელ ხელი, ეგრე ჩაცმით ეგრე ხეხებით გემიცვალე. ასე, ხო, აი ესე. კიტრი ბოლომდე არ გაქვს ჩვენ, იმიტომ რომ მე წყალად მიდის ხოლმე და ესეც კარგია. აჰა, ესენი ჩაყარეთ ბებიკო? ჩაყარეთ, მიდი. ესე გენაცვალე. აჰა. ესეც ვარე. და თან მე მგონი ბებიკო ყველაფერს გისრულებთ თქვენ. როგორც ხდება ხოლმე. როგორც წესი, ბებოებთან როგორც ხდება? ბებოებთან როგორც ხდება? ეს არქნა ჩვენთან არ არის, არ შეიძლება. აბა როგორ ბებოები მაგისთვის ვარ და შვილიშვილები და გავაკეთოთ. ეს არ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება ამას. აღზრდით უნდა დაკავდეთ მშობლები. ბებოებმა უნდა გავათამამოთ. აჰა, მოიცადეთ, მე თვითონ გეტყვიდეთ. ხელი არ წაგიცდით, მიდი აბა ბები, არის კამალე? აჰა. მოდი ეს კამაც დავჭრათ.
და ეს კამა მე ამეიტრალებს და თან უხდება ძალიან კი კამა საერთოდ ყველაფერს უხდება სალატს ყველასა კი ყველას უხდება მართალია ეგრე და ორი მეტად ეხლა ცოტა ხან გაჩერითება ბებუებო აბა ეს წავალოთ ხელით არა მაგრამ არა უშავს კარგია მადლობა ეგ ვიცით რომ ხელით არ შეიძლება უბრალოდ ბავშვებს უხდება აქვს ჩვენთან ეხლა რა ვქნა ბებო იცი ეხლა ესენი ეს დავაყაროთ აი ეს დავაყაროთ ესე ეგ და კიდევ დავაყაროთ ერთის და მეტი აღარ მოხდა ძალიან დამარილდება მეტი აღარ უნდა მარილს აღარ უშვებით იმიტომ რომ მარილს აღარ უშვებით და სიმინთაც არის ცოტა მარილი რაღაცა რომ ძალიან კოლზი დავაყაროთ ეს სულ ჩავყაროთ არა სულ არ უხდება ბევრი ანუ დაახლოებით ნახევარი ნახევარი ეხლა დავასხათ ლიმონის წვენი ძალიან გემრიელია კიდევ ვაშლის ძმართან ერთად მაგრამ ბავშვები შეხვდა. მიდი ეხლა დააწურებდები, ეგრე მიდი. ესე კარგად ლიმონი უხდება კარგად გეკო. იგი ბევრი გამოწვევები. სო, ეხლა დავაყოჩ. კარგი გოგო. ეხლა აურიეთ გემიცვალეთ თქვენ. იცი რომ მოდი ჯერ ერთ მაურიოს ორი წამი, მეორე მოდი. მე დაგიჭერ თავს. აი ასე. აურიებე ეგრე. აი ესე. ეხლა აი ბებოს როგორ აქვს მეთოდები რომ ორივე თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საჭმლის გაკეთებაში. ხო. ძალიან უხდება კიდე ამას ტუნა თევზის ძალიან გემრიელია, ხო და ისე რომ რაღაც რაღაცები უხდება ამ სალათას. გემრიელად მიირთით. მოდი აბა კარგად აურიოთ ერთი და ვაჩვენოთ მაყურებელს რა გამოგვი. აი ძირში რაც არის ეს ამოურიოთ რომ გამოჩნდეს აი ესე. აი ესე. ესე იგი, ახლა გოგოებო, კიდევ ერთხელ მოდი ეს ზედმეტი ნივთები მოვაშოროთ აქედან და რეზიუმე გავაკეთოთ, ახლა რა გავაკეთეთ ჩვენ? ჯერ სალათა გავაკეთე. როგორ, აბა, ჯერ ესე იგი სალათის ფოთლები ავიღეთ. ოღონდ არ დაგვიჭრი, აი თითქმის მთლიანებია, ხო, ესე დავძენძეთ თუ როგორ ქვია? დავძენძეთ. და მე დავაყარეთ რა? ეს რა არის? სტაფილო. მე რა დავაყარეთ ბერიკო? ან შვილად შეგვიძლია სტაფილო გავხეხოთ, ან წვრილად დავჭერ. ეს კიტრი. მე რა დავაყარეთ ბერიკო? ეს რა არის? მწვანილი. კამა ქვია, ხო? ნაძვის წიწვებს რო გავს მაგ მწვანილს ქვია, კამა. ხრიცინები, ხო? ეს არის ორცხობილები. მარილიანი ორცხობილი აქვს, სიმინდიც თავისთავად ცოტა მარილს შეიცავს და აქედან გამომდინარე მარილს აღარ ვაყრით და მით უმეტეს თუ სალატს ცალკე ამივირთმევთ და მივირთმევთ რაღაცასთან აი კატლეტთან ალბათ ძალიან გემრიელი იქნება ფილესთან. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მარილი აღარ დაგჭირდება. ეხლა მითხარით თქვენ თუ გიყვართ ხოლმე ეს სალატი ბავშვებო? კი, გიყვართ ხოლმე? კი. ეხლა მომიყევით თქვენ როგორ მოხდით ენკიბენკიში. მე როგორც ვიცი, მეორე წელს ამთავრებთ უკვე, ხო, 2 წელია ჩემთან დადიხარ. კი. აბა როგორ მოხდით ენკიბენკიში? ვისი გადაწყვეტილება იყო? თქვენ თუ დედიკოსი? დედიკოსი, თქვენ პატარები იყავით მაშინ, ხო? ოჯახი დედიკო კი. რა მოგწონთ აბა ენკიბენკიში ყველაზე უფრო? ზეკადასიმღერა. მასწავლებლები. მანანა მასწავლებელია, თქვენი მასწავლებელი როგორც მახსოვს, ხო? კომპოზიტორი მანანა მერაბიშვილი, ხო? მოდით ახლა ენკიბენკის სხვა ბებიკოებსაც მოუწოდოთ, რომ ვისაც სურვილი გექნებათ და ბავშვებსაც სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მოგიწევთ ჩვენ გადაცემაში, მით უმეტეს ბებოებმა ესეთი ორიგინალური რეცეპტები იციან ხოლმე და ყოველთვის გემრიელობებს აკეთებენ და ძალიან გაგვიხარდება ხოლმე თუ გვესტუმრებით. ეხლა დავემშვიდობოთ ხო მაყურებელს, უბრალოდ თქვენ დაემშვიდობეთ, მე დავრჩები ეთერში. ნახანდი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, კარგად დაბრძოლეთ.
აი ტუკა როგორი სიმღერა გვიმღერა ნატალიკო ჩემი ნატალიკო ძალიან მომეწონა ხომ იცი როგორი მიყვარს ნატალიკო ჩემი ძველი მეგობარი ნატალიკო თან ტუკამ რო დაინახა შენი კაბა როგორ ბჭყიალებ და კინაღამ გული გაუსკდა მეც მიყვარს ხომ იცი ბჭყიალები ნატალი ნატალიკო მოვიდა თავის დედიკოსთან ერთად დედიკო სოფოსაც უნდა და შენი გაცნობა მართლა სოფო რა კარგი შვილიკო ყავს სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მოგმესი მადლობა იმდენი მესაუბრა ამ არაჩვეულებრივ გარემოზე ამ ზღაპრულ სტუდიაზე რომ გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა და მომსულიყავი თქვენთან ნანახმა ნაკებს გადააჭარბა რა კარგია მოგცემთ ხო რეპეტიციებზე დაყვება ხოლმე და კლიპების გადაღებაზე და აი ჩვენ პავილიონში სოფო ნამყოფი არ იყო და პირველად მოვიდა ეხლა მოდი ეხლა კარგი ნატალიკოს ვკითხოთ როგორ მოგწონს ნატალი ენკიბენკიში მე მახსოვს რომ ნატალი რომ მოვიდა პირველად ესე ჩუმად მღეროდა ეხლა თამამი გოგოა უკვე კარგად მღერის ხო პროფესიონალურად გამოდის სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავია სანი ბრანჭება რამდენი რამე ისწავლა რა ესე მოკლე დროში როგორ იყო სოფო გახსოვს მას რო არიდებ და ძალიან მორიდებული ეხლა უკვე ფაქტიურად ვარსკვლავია არა დედიკო საჩუქარი მოტანეთ უკას მაიმე რა ბოლოს ნატალიკო ახლავე მინდა ჩემი საჩუქარი ძალიან ხო ლელაკო მაჩუქეთ რა საჩუქარი მომიტანა ეს ამის გაგება უნდა და ეხლა აბა მეაწოდე ნატალიკო შენ მიცე მაიმე ვერ ისვენე ჩქარა ძალიან მაინტერესებს მოდი ამოუღე და ისე მივაწოდოთ ხო შენ თვითონ მე დაგიჭერთ და ამოუღე საჩუქრები დედიკო დაგიჭერთ მიკროფონს ცოტა ხანი ვერ ვიცმენ თორნიკე რა არის რა მაგარი სარკე ვაიმე როგორი ლამაზი ჩანვარ ამ სარკეში მაჩვენელელა რა აი ნახეთ ბავშვებო როგორი ბჭყიალა სარკე მოუტანა ტუკას კიდე ეს უნდოდა ტუკას ისედაც ვერ ავაგლიჯეთ სარკეს სუ სარკეში იყურება გადაცემა რომ დამთავრდება და ჩავიხედები აუ რა მაგარი ჭიქარი ნახე ტუკა შენ და რუდოლფი ახატი ხარ ჭიქარი ება მე უფრო კარგად გამოვიყურებია ნახე ბავშვებო შეხედეთ როგორია ცალმხარეზე რუდოლფი ახატია მეორეზე ტუკა ой ამით დალევ ხოლმე ჩაის ხო აუცილებლად მოდი ესე გავაკეთოთ ეს სარკე და ეს ლამაზი ჭიქა გვედოს ხოლმე გადაღებაზე მაგიდაზე ხო მე ძალიან მომწონს ძალიან კარგი რუდოლფიკო რამდენი რამ დაკარგე ახლა აქ რომ არ ხარ სამაგიეროდ ლონდონშია მართალია მოდი ახლა ეს სარკე დავდოთ აქ და ნატალიკოსაც გადმოვსვავ შესკენ მე გავიწევი და სურათი გადაიღეთ სამახსოვრო რა ლამაზი გრძელსახელოიანი კაბა აცვია ნახე როგორი პრანჭება შეხედე მოდი გინდა აქ დაგსვა და სურათი გადაიღეთ პატარა რო იყავი ხო გეშინოდა ტუკას ეხა ხო აღარ გეშინია მოდი თორნიკე მოდი მომეხმარე შენ უფრო ღონიერი ხარ ნატალიკო დიდი გოგოა უკვე ვეღარ ვძრავ ერთნაირად მოდი ახლა მე გავიწევი რომ სურათი გადავიღოთ მომენტი რაიმე ჩემო სიცოცხლე რა ლამაზი ხარ გოგო სახში ბლოგებს იღებს ხოლმე და ბავშვებს ურჩევს ეკიბეკიში სიარულს ვიდეოებს დებს და ასკინკილას უყურებს ნატალი მე ჩამიგდე შენი ვიდეო ბლოგები და ვაჩვენოთ ეთერში ბავშვებს ხო აუცილებლად დედა როგორი ბჭყიალა და პრანჭია გოგოები ხართ ორი ძალიან ლამაზები ერთმანეთზე უკეთესები ეხლა მოდი მშობლის აზრიც ვიკითხოთ ხო ვისარგებლოთ შემთხვევით რახან სოფო აქ არის მე როგორც 2 წლიანი სტაჟიანი თქვენი მოსიარულე მშობელი თამამად შემიძლია გაუწიო რეკომენდაცია ხალხს ასე რომ ვურჩევ ვისაც უნდა ბავშვები მშვიდ მხიარულ და ლაღ გარემოში ატარონ სატელევიზიო სკოლა სტუდია ენკიბენკის და ვისარგებლებ მომენტით მადლობას გადავუხდით ჩვენს არაჩვეულებრივ ქორეოგრაფს და ვოკალის პედაგოგს ჩვენს უსაყვარლეს მენეჯერს მაგდას და
ულამაზეს, კრეატიულს, მეგობრულს და ყველაზე მაგარ ხელმძღვანელს ქალბატონ ლელას. აუ, დიდი მადლობა. ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. მადლობა სოფო და ერთ კითხვას დაგისვამ აი სხვა მშობლებსაც რომ ურჩიოთ ესე ვთქვათ რომ როცა გადაწყვეტე რომ არ აქვს მნიშვნელობა ხა სიმღერის სტუდიაზე იქნება ლაპარაკი თუ ცეკვის თუ რომელიმე სხვა სტუდიაზე აი თქვენ როგორც მშობელი რას ურჩევდით რას უნდა მიაქციო ყურადღება სტუდიის ან სკოლის ან ბაღის შერჩევის დროს კი ბატონო იცით რა არის პირველ რიგში ზოგადად ჩვენ უკვე 2 წელია რაც დავდივართ და ბავშვი იყო თავიდან უკარება არ უყვარდა ზოგადად სიარული გარემო და იმ დონეზე თბილი გარემოა მეგობრული კოლექტივი მხიარული რომ ბავშვზე მორგებული სიტუაცია ისე იმღერა ცეკვა ეს დროები ისე კარგად არის დაბალანსებული რომ აი როგორ თქვა არ ვიცი ყოველ დილით რო იღვიძებს უნდა რომ ეკიპეიკიში წამოვიდეს ყოველ დღე რო იყოს სიამოვნებით ანუ მთავარია ბავშვი იგრძნობდეს თავს კომფორტულად და უხაროდეს იქ სადაც მიდის ეს სტუდია იქნება თუ ბაღი თუ სკოლა ხო თავის რა თქმა უნდა იმიტომ რომ დღეს ცოტა შეიცვალა მიდგომები ბავშვებს ვერგებით აქეთ მშობლები და აქედან გამომდინარე არა ეს ისედაც ესე უნდა იყოს ალბათ რომ ბავშვს უნდა უხაროდეს სადაც მივდივარ და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი შვილები თუ ბედნიერები არიან ჩვენც ბედნიერი ვართ ამით რა თქმა უნდა კი ბატონო ასეა ნამდვილად და პირველ რიგში ალბათ თავის მასწავლებლები უნდა უყვარდეთ მით უმეტეს როცა ბაღზე და სკოლაზეა ლაპარაკი იქ ძირითად დროს უფრო იქ ატარებენ ხოლმე და პედაგოგები ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ალბათ ამ შემთხვევაში პედაგოგებისთვის გაიჩინა მეგობრები პედაგოგები ძალიან შეიყვარა და რა ვიცი ზოგადად ძალიან მართლა ოჯახური და მეგობრული გარემო გაქვს და მართლა საუკეთესოები ხართ თამამა თვითონ უღმესი მადლობა დიდი მადლობა და ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ხართ გვანდობთ თქვენს პატარას და ესეთი წარმატებები რო გვაქვს უკვე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მახსოვს რომ ნატალიკო როგორი მორიდებული იყო და ახლა ესეთი ბედნიერს რო ხედავ ხოლმე სცენაზე და გადაცემებში ძალიან მიხარია. გაიხარეთ თქვენ, ძალიან გვიყვარხართ. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. ტუკა როგორ მოგეწონა სოფიას სიმღერა? ძალიან მომეწონა ლელაკო. არაჩვეულებრივად იმღერა.
კიდე ვიცით რა მომეწონა? სოფიას კაბა. აბა, ესეც ვიცოდი, რომ აქ კაბის ამბავს აღნიშნავდი შენ აუცილებლად. როგორი პატარა გოგოა სოფია და რა კარგად მღერის. ძალიან ნიჭიერია. შენი სოფია. სოფია, რა ქვია აბა ამას თვითი? ამ ჩიტიჩი ორას რა ქვია? ვაიმე გულით გამისყდება რომ არ იცოდეს. ტუკა ქვია, იცის? ჩემო საყვარელო. უკა შენი სახელი როგორ შეიძლება რომ არ იცოდნენ არა ადამიანებმა ან ნებისმიერმა არსებამ ყველა მითი შენი სახელი გავიდეთ ეხლა გუჩაში ნებისმიერს ვკითხოთ კეთვის ტუკა ქვია მაგრამ ეხლა კიდე სხვა თემა არის მოდი ეხლა სოფიაზე ვილაპარაკოთ იცოდი რომ 4 წლის არის მართლა? ხო. მეტის არ არის და ასეთი ნიჭიერია? ასეთი ნიჭიერი, ესე არაჩვეულებრივად მღერის, ცეკვავს და ზოგადად არაჩვეულებრივად გამოიყურება. რა სიტყვით? ხო მეთანხმები? გეთანხმები, რა თქმა უნდა. რა კარო გადაიჭირა თავი. სხვა სიმღერებიც იცი? აბა რა სიმღერები იცი მოგვიყენ? როჩარტი. რომელიო? ახლა უთხარი თუ კამ ვერ გაიგო. რომელი? როჩარტი. უი, რა ყოჩაღი გოგო ხარ? ამ შენ თოჯინას რა ქვია? არ დაგირქმევია ჯერ სახელი. მე მგონი ეს ახალი თოჯინაა, ხო? გუშინ სხვა თოჯინა ყავდა მოყვანი. ახალი თოჯინაა ეს? და ჯერ არ დაგირქმევია სახელი. გეხვეწები ტუკა დაარქვი რა. დავარქვათ ტუკა შენ თოჯინას? აი, გაუხარდება, მოდი დავარქვათ ტუკა. რა მაგარია. ესე იგი სოფიას ყავს თოჯინა ტუკა. რა კარგია. ტუკა. და შენ საპატივცემულო დაარქვეს ხოთი. დიახ. ამიტომაც გაგხარდა. ხო. სოფია, დიდი მადლობა, რომ გვეწვიე დღეს გადაცემაში და ესეთი არაჩვეულებრივი სიმღერა შეგვისრულე. შენ ხო მოგეწონა ჩვენთან სტუმრად? მოხვალ ხო კიდე გადაცემაში? შემდეგ გადაცემაში რუდოლფიც დაგხვდება, ხო რუდოლფი კონფერენციაზე არის ლონდონში წასული და ამიტომ ადგილზე არ დაგხვდა და შემდეგ ვიზიტზე უკვე რუდოლფის ადგილზე იქნება. თოჯინაც წამოიყვანე რა, გეხვეწები. თოჯინა ტუკაც მოიყვანე, ხო, როცა მოხვალ? აუცილებლად გვესტუმრე ჩემი ლამაზ. მოკლედ ტუკა ვეღარ ეშვება ამ თავის სარკეს. მართლა, ლამაზი არალელა. ტუკა შენ ჭიქას მათხოვებ, ყავა რო დავლიო. შენ გათხოვებ ლელაკო, ჩემო საყვარელო, მხოლოდ შენ. ერთხელ დავლევ და მერე დაგიბრუნებ. კარგი, შენთვის არაფერი მენანება. თან როგორი ლამაზი ჭიქაა და ამ ხელში რო დაიჭერ ტუკა ჩანს, ამ ხელში რო დაიჭერ რუდოლფი ჩანს. აჰა. და იმ ხელში დაიჭირე, სადაც მე ვჩან ვარ. აი ესე. მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, ხო დღეს? ძალიან. სხვადასხვა გავიცანით ბათუმის ფილიალის ბავშვები, ენკიბენკის ბავშვები, ქუთაისის ფილიალის ბავშვები და კიდე თბილისის ვაზისუბანი ვარკეთილის ფილიალის ბავშვები. დიახ. მოკლედ ძალიან ნაყოფიერი. დაძირთული დღე მქონდა დღეს. მართლა. ტუკამ ჭყიალები მიიღო, საჩუქრები მიიღო, მე მგონი ტუკას მოეწონა ყველაზე უფრო დღევანდელი. შენი დღე იყო, ძალიან მომეწონა. თან რუდოლფიც არ იყო? დიახ. აი ასე მოუხდება. იყოს ლონდონში. მე ენკიბენკიში ვარ. რუდოლფის ძალიან დაწყდება გული, რომ ეს ბავშვები ვერ ნახა. მართალია. ჩვენი სტუმრები ბათუმიდან და ქუთაისიდან. მაგრამ არა უშავს სხვა დროს კიდე ჩამოვლე. იმედია ბავშვებსაც მოეწონა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. და ეხლა ამით დავემშვიდობოთ ხო ბავშვებს და მომავალ კვირას ისევ შევხვდებით ერთმანეთს. დავემშვიდობოთ. მომავალ კვირამდე ჩემო ძვირფასებო და არ დაგავიწყდეთ Instagram-ზე და TikTok-ზე ჩვენი დაფოლოვება. კარგად და იყავით. უყურებთ ჩვენს YouTube-ის არცაც რა თქმა უნდა. აუცილებლად გიყურეთ. ნახვამდის. ნახვამდის.